დეკემბერს BBC-მ ქართული ოცნების მორიგი დანაშაული ამხილა. გამოძიებამ გააჩინა ეჭვი, რომ ქართულს მოფარებულმა რუსულმა ოცნებამ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აკრძალული ნივთიერებები გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. შემდგომ ისინი დააპატიმრა და წყობით გამოკეტა ციხეში. ასევე რუსულმა მთავრობამ გაიმეტა სკოლის მოსწავლეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სხვა მოქალაქეები ტოქსიკური ნივთიერებით დაბინძურებული გარემოსთვის. ირაკლი ყობახიძე BBC-ს მატყუარებს ეძახის და ამბობს, რომ ეს ყველაფერი აბსურდია, მაგრამ ერთი წლის შემდეგაც კი ვერ ბედავენ იმის ჩვენებას, თუ რეალურად რა გამოიყენეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ეს კი ბუნებრივია, რადგან ქართული ოცნება ყოველთვის სიმართლეს მალავს. ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხს გამოიკვლევენ, მაგრამ დანაშაულს, საფრთხე დანაშაულს არასდროს იძიებს. ასევე BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი მტკიცებულებებისა და მმართველი პარტიის მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პირდაპირ თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე. ეს ყველაფერი ავტორიტარული პოლიტიკის ნათელი ნაბიჯებია და ჩვენ, სტუდენტები, სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ სანამ ქართული ოცნება არ დათმობს მიტაცებულ ხელისუფლებას და სანამ სამართალი არ აღდგება ამ ქვეყანაში, ჩვენ არ დავნებდებით. 6 დეკემბერს შაბათს 7 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან და გადმოვინაცვლებთ პარლამენტის მიმართულებით და მოვითხოვთ საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ საკითხის გამოძიებას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ამხობა რეჟიმს.